ეს მევეძებ ჩემ გამომწერებს, რომლებიც ვაფშე არ ჩანან ასე. ჩვენ უკან უმიზნებთ და წინ უშვა. ცოტა სული ასაცია. ანუ კაუნტერი არ გამომადგება, ხო? არა. რომენწლიანი არის და გარბენი რა აქ ნეტავი. დოურტყამი თუ არის, ა? გამარჯობა. გამარჯობა. კიდევ ერთხელ. იცანით? ვინ არის? გამარჯობა. სად მუშაობს? ბავო. всё. გაგვიმარჯოს, ჩემ გამომწერებს გამომარჯოს. გაგვიმარჯოს. საქართველოს გამომარჯოს. ერთი ჭიქა წამალიაო ნათქვამია. ორი ჭიქა უნდა დალიო. ღმერთი სამობითა. მერე წარსულებზე გაჩერება არ შეიძლება და ამასობაში წამეყვანე ლუად აქელა. ლუად შენ რომ მეუბნები ვერ თამაშობ დოტასო. ახლა გაჩვენებ რა მაგარი რეაქცია მაქვს და მერე გიტყვია რამე ერთი. გაუმართოს კაი ხალხს, ეს არის 26 მაისი, გამოვედით ქუთაისში. რაღაცები ხდება, ღონისძიებები არის. ტექნიკაც არის გამოყვანილი, აქეთ სტენდები დგას. ასე რომ წავედით, და ვნახოთ რა ხდება, როგორ არის ყველაფერი. წავედით. ეს ყოფილა 13 მთლიანი აღჭურვილობა? მთლიანი აღჭურვილობა ელფერში არის დაახლოებით 65 კილო. 65 კილო. ბრონი დაუშვათ რას უძლებს ახლა. კალაშნიკოვიდან რომ ესროლონ დამიცავს? კი? მანძილიდან აუნდილა. მანძილიდან. ნუ დარტყმა მაინც ექნება, ხო? გასროლას უძლებს დაახლოებით 5 გასროლას. სნაიპერული შაშხანის. აი, ხუჯერ თუ გესროლეს, არ უნდა გესროლონ ხუჯერ. რაღაცას იზრდება. ის გავიგერო ჯობია შენ მოგხდეს ვიდრე იმ ბრონიშილეც, იმიტომ იმნაირი დარტყმა აქვს, ყველა ნეკრ ჩაგიტეხავსო და ნეკნების ჩატეხვა ჯობია სავარაუდოდ სიკვდილს, ა? ყველას ფიქრობ. ეს მევეძებ ჩემ გამომწერებს, რომლებიც ვაფშე არ ჩანან ასე. რვაჯერადი გადიდება აქ, მაგრამ ჩემი გამომწერები მაინც არ ჩანან. ესე იგი, ასე იშლება. იო, დატენილია, იცოდე. არა, ეს გადატენვა რო დამჭირდეს, როგორ უნდა ჩადება. აჰა. იმედი არ დამჭირდება, თორე გადატენვა ვისწავლეთ. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი. ჯო. გამოიწია მეფარები. ხიადებს ხო შეგდეთ? ასაწინააღმდეგო სისტემაა ჯაველინი. გამარჯობა. როგორ მოქმედებს აი ეს სისტემა? ამაში არის რაკეტა. ეს არის ერთჯერადი გამშვები. ეს არის მრავალჯერადი. ეს იმართება ჯოისტიკის პრინციპით. რა აი ჯოისტიკები აქვს, სამართავი ჯოისტიკები. ეს არის უშუალოდ ცეცხლის გილაკი, ეს არის უშუალოდ დამიზნების გილაკი. აი აქედან გაიხედავ, გადაკირადებს იმეორო. ამას დავუყენებ ამას. ამაში არის რაკეტა. დაუმიზნებ ტანკს და თავისი ოფციებია. ოფციების მიხედვით დაალაგებ ეხლა გინდა ზევიდან დაეცეს და პირდაპირ მოხდეს. ზოგადად ტანკს აქვს ესეთი რაღაცა რომ წინა მხარე არის ყოველთვის უფრო დაცული. ზედა მხარე უფრო ნაკლები. შესაბამისად ზევიდან რომ დაეცეს უფრო ეფექტური არის. აი ეს სტადებითი აქვს ამას. რო გაისვა, ამას აქვს რაკეტა არის საკმაოდ ძვირად ღირებული. აქ სითფური ასე ვთქვათ, სითფური რაკეტაა. მიყვება მოძრაობაში და მოხდება მოდავარში. 100-დან 100%-ში. მადლობა. აი ხარეს. კილოცავ. მეც ასე. 2 კილომეტრი და 200 მეტრზე მიდის. ამის დამიზნება როგორ ხდება? ეს ზედმეტად კომპლექსური საკითხია. როგორც მაგალითად შაშხანები ემიზნება, ის არ ემიზნება. საპირისპირო პრინციპი არის. ჩათვალეთ რასაც ესური იმის ჩვენ უკან უმიზნებთ და წინ უშვა. ცოტა სული ასაცია. ანუ კაუნტერი არ გამომადგება, ხო? არა.
ეს არის რადიო კავშირის მანქანა. რომელთლიანი არის და გარბენი რა აქვს ნეტავი. დოურტყამი თუ არიან, გაფერჩამები და საქართველოში. ეს როგორც ვიცი, ქართული წარმოებისაა, დიდგორი ქვია თან. სამედიცინო გამოყენებისა, სამადგილიანი 3 ეკიპაჟის წევრი ჯდება და 4 დაჭრილი გადაყავს. და რამხელა რკინა არის, რა ვიცი. წონა არის 11340 კილოგრამი. 11 ტონა და 340 კილოგრამი. ეს არის ოტოგარ კობრა თურქული წარმოებისა. და რაფერად ვთქვათ, ახლა ფორმით ეგეც რო არ ვიკითხოთ, მე მგონი წყალშიც უნდა გადაადგილდებოდეს. აბა ვნახოთ. მაქსიმალური სიჩქარე 110 კილომეტრი. ფორსირება წყალში გადაადგილება 8 კილომეტრისა. წყალშიც გადის. ჩვენი გამოშვების მანქანა ისევე ჯავშანი დიდგორი 1. ხო და აი ეს სამედიცინო აღარა. წინაც კამერა აქვს ამას და უკანაც აი შეხედეთ. იმიტომ ხედვა არა აქვს. ძალიან პატარა მინები აქვს. და ხედვის არეალი არ ექნება. შიგნით მონიტორები ექნებათ სავარაუდოდ და გამოჩნდება ყველაფერი. გათვლილია ყველაფერი, გათვლილი. და თქვენ გათვალეთ ყველაფერი და გამოიწერეთ ჩემი არხი. არ უნდა დაერე კაც ჩემთვის? რა არის? ისე გადმოიფრინე, თვითფრინავებმა ვერ მოვასწართ ყველაფერი. სანამ გამევიღვიძე და ეგ კამერა ევიღე და იმას დოუვიძე, ჩაიარენ უკვე. ეგენი ასე ჩქარა დაფრინავენ? კაია. ქვემოთ სტენდებია, წავიდეთ ახლა და ვნახოთ რა ხდება იქეთ. რაღაცებს უყურებ. აი იქ ფრენის იმიტაცია, აი იქ საქართველოს პოსტა. კიდე რაღაცები არის, აბა წავიდეთ და ვნახოთ რა ხდება. წავედით. გამარჯობა. გამარჯობა. კიდევ იცანით? ვინ არის? თუმე სად მუშაობს? რას აკეთებ დღეს აქ რა ხდება აბა? დღეს გვაქვს ძალიან ბევრი სტენდი. აქ გვაქვს კალიგრაფიის და დაგიწევთ ნებისმიერ რამეს რაც გინდა. ძალიან ლამაზი. აქ შეგიძლია ფოტოები გადაიღო. და შეგიძლია საფოსტო პარათები გააგზავნო. წამოდი დაგაწერეთ. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ? განივრად და კარგად. ჩემი YouTube-ის სახელი გინდა? არ იცი? მელოქია. ქართულად. აი ხარეთ. რა კარგი ხალხი მუშაობს ამ საქართველოს პოსტაში მოკლედ. კი, ნამდვილად. ვის დაუწერ წერილს? ვის უწერ? წერილს ვუწერ, ლოადას დაუწერ წერილს. ამსტერდამში როცა წავა, გავუგზავნე იქ და მეიღე. ჩვენიერი. აქ რაც უნდა დამეწერა, უკვე წერია და რა ვქნა? თამას რო დავწერ, უნდა ჩავაგდო, ხო? თან გვასწავლიან რაც უნდა გავაკეთო. სახელი გვარი, მისამართი, ქალაქი, ქალაქის საფოსტო ინდექსი და გიორგი ქათამაძეს ვუგზავნი ქუთაისში. ქუთაისი. მისამართი შენი? 6. შეგიძლია ჩააგდო. всё, დაწერილი არის. კარგი და შენი მისამართი რო გამოჩნდეს. ხო და გავუგზავნით ახლა გიორგის. მადლობა საქართველოს პოსტას. ბრავო. всё. გადიბუტი და ბამბუსადენერს უფასოდ. გოგნებად მოვიდეთ. მალათეს. კარგია. ძალიან კაი კომპანია არის საქართველოს პოსტა ის შესაძლოა ამ რაღაცებში. წავედით, მადლობა ხალხო. აგენტში გადავიდეთ. მელოს არხი, მოვიწერეთ აუცილებლად. კარგად. ლოად. შენ რომ მეუბნები ვერ თამაშობ დოტასო. ახლა გაჩვენებ რა მაგარი რეაქცია მაქვს და მერე გიტყვია რამე ერთი. Okay. ორბორბლიანი ტრანსპორტი ძალიან მეყვარს. კაია.
ავაგი. ბიჭებო გოლი გვიდა ხა ლამაზი გოლი გიგე დავაი ვინ იგებს? რამდენს იგებ? 1-0. რატო აქ შეზღუდვა ასაგზაი? დიდებისთვისაა შექმნილი და პატარა მოკაიტოს არ არის მოგებული მაგისთვის. სათვალისავითაა ჩათვალე და სქვის სათვალე რომ მოიგო ხუთად გახდება. თავბროს დაგახოს. თავბროს შევა დაგახოს თავი აგატკიოს და რეკომენდირებული არ არის. დავადებით ასე ახალ ეკრანი რო არის და გიცინციეს ბავშვისთვის განმეფერებული გონებისთვის ცოტა რა ვიცი. ნუ მაგარი რაღაცა საბაგიროზე ვარ. ოთაშოს კაი ხარისხია. აი ეს კინო რო არის ხო თავზე რო იკეთებენ და მე რეალობიდან რო წდებიან, იახლებით რაღაც ბაგნერია. აუ რომ მოვიხსენე წამიერად თავბრო დამახვია. შეგნით ის რეალი დროს რეალო ქონია მართლაც რეალობ და რავი twins ატყილებს. კაი წავედი ახლა სხვა რაღაცეები ვნახოთ თავალიერად ახსენეთ. აჰა, მათეს ვეთამაშებ, ჯერ არ წაუგია, ყველაზე მაგარი არის. შენ ჩოგანი ჩოგის აწევა არ შეიძლება, მეორე ხელის გამოყენება არ შეიძლება. და ორი გაფრთხილების მერე, ვისაც მიცემს კარებში ქულა ჩაეწერება. აჰა, კარგი. და ეს გაფრთხილება ეძლევა აი თუ ავაგდება ესე რა. სწრაფად დარტყმის მერე რომ რიკოშეტი მოხდება რაღაცა. გასაგები. ლამაზი და სუფთა თამაშია. თამაშია 4-მდე. აი, რაურდო. One is a Rovino. გამარჯობა. One is Rovino, ხო? მომესწავლე თეთრს თუ წითელს. თეთრი იყოს. სოლიკაური ეტიკეტიანი მოწევი გამოვცა. სოლიკაური ცოტა ცოტა მეტავალი. თქვენი გვინოა? ასა ნატურალური სოლიკაური შტამქიმიკატების და რაღაცა საფუარი და რაღაც სიგარეში და არც გაფრთხილი არ აქვს. ესა ვანიშხაველი რა ამას გაგაცნობს. ესა ძალიან უნიკალური იშვიათი ჯიშია. და იმერული ჯიშია გავრცელებული იყო ვანის რაიონში და დაკარგული ჯიშია გიქრება, მაგრამ არის ოჯახები ზოგ ძალიან 10 ძირია, ზოგს 50 აქვს, ზოგს 7 ძირი აქვს ხოლმე. და ვცდილობ რომ არ დავკარგოთ ყოველთვის რაღაცა ნებდობს ვაკეთებ. 100 ძირს 50 და ვაშენებ რა ვამრავლებთ. საინტერესოა. შევინ არჩუნო. ერთ-ერთი 521 ჯიში, ერთ-ერთი არის ეს ჯიში. საინტერესო რაღაცა. ერთ სოლიკაურს ყავს ენჯავ და ეს დამაინტერესა. გაგვიმარჯოს, ჩემ გამომწერებს გამომარჯოს, ჩვენ გაგიმარჯოს, დამოუკიდებლობის დღეს გამომარჯოს. აუ, რაღაცნაირი კაი გემო მაქვს. თავისებური არომატი აქვს. ზოგადად დავწურე, გადაღება ვინოს ხდება, ხოიცი. აგი არა, სწორი არა, ამას გუგლის პროცესს მოვჩეს. ერთო რომ მოვჩა გუგლის პროცესი გადავიდე ვინო.
მეორე გადევიდა გაზაფხულს. და მესამე ბოლში ჩამოვასა. არც გაკულტურული არ არის. ეს არის და თან ესა ვანიჩხავე. თან ეს არის ყურძენ ნაყიდდა რა მე ჩვენი ვენახი და გულით ისე რომ ბიოგვინვა ჩაქვალო რომ სერტიფიკატი არ გვაქვს. არა ბიოგვინვა ეკოლოგიურად არომატი აქვს, აი არომატი აქვს. მაგას ხალში აქვს სასწავლია. და ცოტა გრილი უნდა იყოს. მაშინ ძალიან მაგარი. ამილადოს. ვაუ, ციცვა. აბსოლუტური და ეს ხავე. მართლა განსაკუთრებული არომატი აქვს. და ამ აირგუნოს ვერ დავტოვებ. ჩვენ გაგემარჯვეთ, ჩვენ გაგემარჯვეთ და საქართველოს გამომარჯვეთ. ჩვენ დამოუკიდებლობის დღეს გამომარჯვეთ. ერთი ჭიქა წამალიაო ნათქვამია, ორი ჭიქა უნდა დალიო, ღმერთი სამობითა, მერე წარსულებზე გაჩერება არ შეიძლება და წამეყვანე ლუა დაქელა. წამარა ერთი კიდე გავშინჯოთ. საკელაური გასული. გაგემარჯვეთ. საქართველოს გამომარჯვეთ, დამოუკიდებლობის დღეს გამომარჯვეთ. ეს არის უსახელაურია, ხო? ვაუ, ეს თავისებური დამახასიათებელი სულია. ნერულ ცხანური საფნავს. ოფჩის რაიონის ადგილობრივი კულტურის ამაგარი. ძალიან გემგემი დაწალები. დალევ. ელო მოუწო. ადრში არა დაიჭერე. ხოგაია. ადობა. ეს შენ კიდე იძახი რომ დალევა არ გიყვარს, თუმცა ცუდი ღვინის დალევა არ გიყვარს, ხო? ასე გამოდი. ეს რომელი არის? ცხანური საფერე. ოფჩის რაიონში მოდის კულტურული და ადგილობრივი ვაუ, მასაზე გასინჯები გასული. არა, საჭესთან ვარ თუ არა? გავსინჯავდი. ძალიან კაი ღვინო მეც პარებია ესე სხვა შორის. ერთის დალიერა ხო? განაირია. მაგარია ძალიან მშავე ღვინოა და კარგია. მადლობა. კარგად. ხოდა ჩემო კარგო გამომწერებო. ასეო. თუმე კაი ღვინო მყარებია, ასე გამოდის რა. მაგარიას. ხოდა ამ კაი ხასიათზე გამოიწერეთ ჩემი არხი რა. და დაალაიქეთ ეს ვიდეო და ყველა ვიდეოები კიდე გადაყევით. მოვდიოდი კიდე მინდოდა გამომეცადა თავი რეაქციაში და სანამ მოვედი რამხელა რიგი არის ეხერე. მაგარი ფეხი მაქვს რა. ასე ვარ რეკლამებშიც. შემიკვეთეთ რეკლამა და თუ არ არის არავინ უცებ ჰოპ გაივსებით ხალხით. ჩემი სტუდია ნინიკა სტუდია. და ესე გადაწყვეტეთ ლამაზად გეწერათ თუ ისწავლება სადმე? ისწავლება ეს. მელო რო დამიწეროთ? მელო. ახლა მელო 100,000. მადლობა. გაიტყაბნა. აი. უყურებ. მელო 100,000. всё რაღა დარჩა ახლა ნახატი არის მარტო თქვენი აქტიურობა არის საჭირო თუ 100,000 ავიდე და всё ეს ესწავლებენ ხო ფრენას თუ ეს კონკრეტულად ახლა ეს სიმულატორის მოდელი არის განკუთვნილი იმისთვის რომ ღონისძიებებზე ხალხს გავასწროთ ფრენის ძირითადი პრინციპები რა არის საჭირო ფრენისთვის და შესაბამისად მოცემულობა რაც ამოწმებს ვუალის და ეს განარჩელებიც არის მხოლოდ იმისთვის რომ ელემენტარულები შევისწავლოთ რა
მოცემული თვითმფრინავი არის ერთძრავიანი 4 კაციანი არის სასწავლო თვითმფრინავი. ეს არის შტურვალი, რომელიც უკან გამოწევის შემდეგ თვითმფრინავი ცხვირი ავას ზემოთ. ეს არის სიჩქარე. ახლა ჩვენ ჩავთვალოთ ძრავები. ეს პედლები არაფრის. ეს პედლები არის, დიახ, ეგეც არის, ეგ არის მიმართულების საჭე, თუმცა მიმართულების საჭის სფარებას უნდა გამოსცემო. აჰა, გასაგები. ამ შემთხვევაში არ ვჭირდება. დავიწყოთ მოძრაობა. ეს არის სიჩქარის მაჩვენებელი, ეს არის სიმაღლის მაჩვენებელი. როდესაც სიჩქარის ეს წეფილი ავა მწვანეზე, თვითმფრინავი უნდა ავწევთ. სკვერი უნდა ავწევთ და ნელ-ნელა ნაზად უნდა წავწევთ ეს უკან. საერთო სქემაა. კარგი, სიჩქარე გავასწოროთ. ეს არის ჩვენი ჰორიზონტის ხაზი, შევეცადოთ, რომ ჰორიზონტის ხაზი 20 არ გასდეს. გასაგებია. 10 საკმარისია. ფრენა ხორცელდება კოპიტანის აეროპორტში. აჰა. ვირტუალურად. აფრენით ავფრინდი. მე ხა დაფრენა. დაფრენაც საოცარი პროცედურა არის მაგისტრის. დავიწყოთ ესე იგი მოხდება, ახლა სულ დაფრენას ვისწავლოთ. დაახლოებით 70 გრადუსიან შემოგვიყვება გავაკეთოთ. აქედან მერე დავიწყოთ ესე იგი. აქ არის ჩვენი GPS მაჩვენებელი, ეს არის ჩვენი დასაფრენი ზოლი. რასაც ვია runway. და runway-ს უნდა გავუსწოროთ. ესე იგი პილოტი თუ მახლია დავფრენა. ესე იგი კინოებში რო არის რეკავენ და ისქენ და დაფრინები არ ხდება? გააჩნია ადამიანის სკილებს რა. არა უნარებია. აი გაცეთ, მე როგორ დაფრინდები. აგერ არის, ჩვენ შეგვიძლია ახლა runway დავინახოთ. აი runway. ეგერ არის, ხალხი უნდა შევფრინდეთ, ახლა ჩვენ შესაძლებელია ისეთი კარგი დაფრენის გაკეთება, რომ ხალხსაც დაიმსახუროთ. ცოტა დავაწევინოთ სკვირი. აქედან სიავიღოთ. Всё. მოგონი. აღარ მუშაობ. Всё. გავტიშეთ. ჩემი ცხოვრების ასწლები. ძრავი გავტიშეთ. ძალიან მაგარი არის ვიფრინე. თუ მახლია პილოტი ასე გამოდის, კიდეც ავაფრენ თვითმფრინავს და კიდეც დავაფრენ. წარმოგიდგენია? მაგარი გამიხარდა, პატარა თვითმფრინავი იყო, მაგრამ მაგარი ვიგულავი. ავფრინდი კოპიტნაირის აეროპორტიდან, მოვაბრუნე და ისევ დავჭექი, ისე რომ არაფერი არ მომხდარა. მაგარი ყოფილა რა. ასე თუ გავაგრძელებ, პილოტის ლიცენზიასაც ავიღებ. კიდევ ერთხელ გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, დაგემშვიდობებით, კარგად იყავით. ესეთი გამოვიდა დღევანდელი დღე. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.